რას დავიდი, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. აუცილებლად მოგვიწონეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ჩემს პოდკასტში როგორც წესი მილოცვებს არ ვარ. არასოდეს მიქნია, მაგრამ ეს შემთხვევა ამად ღირს. ქართული არმია გახდა 35 წლის და ერგება მილოცვა. ვისაც ქონია პატივი ემსახურა, შემომიერთდით. ოფიციალურად ამას ეროვნული გვარდიის დღე ქვია, მაგრამ გვარდიით დაიწყო მაშინ ქართული თავდაცვის ძალები 1990 წლის 20 დეკემბერს, რომელსაც სიტყვა მოიტანა და ჯერ გვარდია ერქვა, შემდეგ შეიარაღებული ძალები, შემდეგ სამხედრო ძალები და ახლა თავდაცვის ძალები უკვე. აქვე თავიდანვე მადლობა უთხრათ მათ, ვინც ამ ქვეყნისთვის ომებში დაეცა. ომში, იმიტომ რომ ერთი ხანგრძლივი ომია პერიოდულად გამწვავებული. მადლობა დაცემულებს, მადლობა გადარჩენილებს, ვისაც იარაღი სჭერია საქართველოსთვის ოდესმე. პირდაპირ თქვათ, რომ ვერც დაცემულებს ვაფასებთ, ვერც გადარჩენილ და აქ მარტო 100 ლარიან პენსიაზე არ ვლაპარაკობ ახლა. თუმცა ვლაპარაკობ. მაგრამ დამოკიდებულებას უფრო ვგულისხმობ, ჯარისადმი დამოკიდებულებას ზოგადად. კი, ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, რომელიც ამ ქვეყანას ყოლია, მაგრამ ეხება სხვადასხვანაირად. სამხედროებს სათანადოდ ვერავინ აფასებდა. სამხედროებს ყველა ცოტა უფრთხოდა. და ეს გაკვეთილი ივანაშვილმა ყველაზე კარგად ისწავლა. ფსბ-მ დაამუშავა და ინსტრუქციად ჩამოუწერა. შემდეგ კი ბორიამ მიზანმიმართულად იმუშავა, რომ არმიაში გაეკრო არათუ აჯანყების ან ბუნტის, არამედ საკუთარი აზრის ნასახიც კი. ასეთი უხმო და მორჩილი გენერალიტეტი ყველა დიქტატორმა უნდა ინატროს. ერთადერთი გამონაკლისი იყო ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც უკვე დეპუტატმა 2023 წელს ხმა არ მისცა რუსულ კანონს. სამაგიეროდ მერე ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლად გადასვლას დათანხმდა. ახლა ამ დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში მარტივი კითხვა მაქვს სულ. ბოლოს როდის და რა გაიგეთ ქართულ ჯარზე? სამწუხაროდ პასუხი ვიცი. ბოლო ამბავი, რომელიც თქვენს მეხსიერებაში არმიას დაუკავშირდა, იყო კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ჯვანშერ ბურჭულაძე, მისმა ცოლისმამ და სამინისტროს კიდევ ვიღაც ჩინოსნებმა მგონი ორჯერ უფრო ზვირად იყიდეს, ვიდრე სინამდვილეში ღირდა. ქოცების მოსვლიდან სულ ვიძახდით არმია საპატიო ყარაულის დიდ დანაყოფად აქციებს და მარტო ინაუგურაციებზე აჩენენა. მიხეილ ყს ინაუგურაციაზე უმაღლესი მთავარსარდალი რომ გონია თავი, ეგეც არ იყო. მანდედანაც გააქრეს ქართული ჯარი უბრალოდ. ჩაკარი თვალი თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს. რაღაც თითქოს ხდება, მაგრამ სინამდვილეში ღობის იქით ხდება. მოქალაქე ამას ვერ ხედავს. ვერ ხედავს ფორმიან ადამიანს ქუჩაში. ძალიან იშვიათად. შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ჩაშლილი და გაუქმებული სწავლებების ხსენება მე მგონი საერთოდ არ ღირს. რამშტაინის შეხვედრებზე უცებ რომ შეწყვიტა სიარული და მონაწილეობა ბურჭულაძის მემკვიდრე ირაკლი ჩიქოვანმა, ეგეც ალბათ არ უნდა გვეხსენებინა, მაგრამ აგერ 16 დეკემბერს შეხვედრა შედგა და სად იყო ეგ მინისტრად წოდებული? ქართულ სამხედროებს 2026 წლიდან ხელფასი 10%-ით ეზრდება და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ამის მიუხედავად ქართული არმია სულ უფრო სცილდება ცნებას საერთო სახალხო პროექტი. მის არსებობას საქართველოს მოქალაქე უბრალოდ ვერ გრძნობს. იცის რომ არის, მაგრამ ვერ ხედავს, ვერ გრძნობს. ყველაფერს რაც ქართულ არმიას ჭირს, ერთი ახსნა აქვს. ასეთი არმიის არსებობა სრულად შეესაბამება რუსული ხელისუფლების ამოცანებს. რუსებმა 21 წლის ოკუპაციის შემდეგ პირველ ხანებშიც კი შეინარჩუნეს ქართული ქვედანაყოფები. მით უფრო ახლა, როდესაც მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აბსოლუტურ კონტროლზეა. ჯარში კი არათუ მაზნიაშვილი ან ჩოლოყაშვილი ან ჯოღელი, არამედ შორეულად მათი მსგავსიც კი არავინ არის, რომ საფრთხეს წარმოადგენდეს რეჟიმისთვის. ასე თავდაცვის სამინისტროს კომფორტულს ფაქტობრივი ოკუპაციის პირობებშიც კი აქვს უფლება იარსებობს. ოღონდ ხმას ნუ ამოიღებს, ნუ გამოჩნდება და რამე რომ მოხდეს წინააღმდეგობაზე არც იფიქროს. თუმცა ეგ უკვე ზემოდან გვარდება. ქართველი ჯარისკაცების მკვლელობისთვის ბოდიშის მომხდელი ივანაშვილისა და მისი ცუმბუშებისგან საერთოდ რა საბრძოლო დავალებასა და ბრძანებას უნდა ველოდოთ? არანაირს. პროჭორილელებმა მმართველობა არმიის თავის მოჭრით დაიწყეს. სრულიად შეგნებულად. ორ ამბავს გაგახსენებთ, რომელიც ალბათ გახსოვთ ისედაც. რა გიგეთია გულზე, რა გაგეკეთე? მოგიხერხებ რო ისო. რა არის ეგ რას ნიშნავს? ეს არის მახსოვრობა ჩვენ დაღუპული ჯარისკაცების სიმბოლო. ეს იყო საუკეთესო ილუსტრაცია, რა განწყობა და დავალება ჰქონდა რუსის ემისარს საქართველოს ხელისუფლების სათავეში. ხსოვნის წაშლა, რომ ოდესღაც გვიბრძოლია, აი იმ ხსოვნისა და არც სიცოცხლე დაგვიზოგავს. და ეს იყო რეპუტაციული ლაქა ყველა ქართველი სამხედროსთვის, ვინც თავი მიაბრუნა არ ვიცი, ყური დაიყურა, თვალი დაიბრმავა, ვითომ მათი დაღუპული მეგობრების შეურაცხყოფა არ გაუგონიათ საერთოდ.
ამოხდა. პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რის სიმბოლოა გულზე დაბნეული მიხაკი. არ იცის ხო? და შემთხვევით იკითხა მიკროფონების გასაგონად ისე. არმიის სირცხვილი და თავის მოჭრა გაგრძელდა შემდეგ გენერალური შტაბის მოქმედი უფროსის, ყოფილი მინისტრისა და სხვათა გამოკეტვით ციხეში. საბაბი? სპეცრაზმელებად წოდებული ჩმორების ჩვენება ექსადისტები ტალახში სირბილს გვაიძულებდნენ. ხო, აი ასე იწყებოდა. სპეცრაზმელები ტალახში სირბილს რომ ჩიოდნენ, ფეხსაცმელი გაგვეხდა მერე გასაწმენდი ვარჯიშის შემდეგო. ამას ვეღარ დაარქმევ რეპუტაციულ ლაქას ივანაშვილის რეჟიმისთვის. ეს კონკრეტული ადამიანების სრულიად კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულია. რისთვისაც ივანაშვილი, წულუკიანი, ვიღაც გამომძიებლები, ვიღაც მოსამართლეები, ვიღაც პროკურორები აუცილებლად ჩასხდებიან ციხეში. ასე დაიწყო ივანაშვილმა და ასე გააგრძელა. ხვალ დაშირდება პუტინს ბლიცკრიგი თავისი რეიტინგისთვის. ყველაფერი ისე დასრულდება, რომ ტექნიკის დაქოქვის ბრძანებასაც კი არავინ გასცემს. გამართლებაც ეკნებათ. რისთვის ვიომოთ, განა ღირს ორი გოჯი მიწა დაცვა თუ ამხელა მეზობელი მოგადგა დასაპყრობადო. ამიტომ გამოუცხადეს ომი ჩვენს მებრძოლებს უკრაინაში. იმ ხალხს გამოუცხადეს, ვინც იქაც საქართველოსთვის იბრძვის. მოусმინეთ ოღონდ ძალიან მოკლე ხნით, რომ არ მოიწამლოთ კოლექტიური იმედის პროპაგანდას ნატოს წინააღმდეგ. ნანა კაკაბაძეების გოგა ხაინდრავებისა და სხვათა ამოტივტივებას, რომელთა მთავარი დავალება ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის სახელის გატეხვა და ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად ქვეყნის მომზადებაა. რის ევროკავშირი რა ევროკავშირი არ გადამრიოთ. ან რა გვინდა იქ არისთვის მივდივართ. ნახე რა მოხდება. მე გეუბნები რომ იქ გადატრიალებები, დამხობები იქ ნახე რომ დაიწყება ახლა რა. როგორ გავყევით და ვიყავით მონაწილე ნატოს ქოლგის ქვეშ სამშვიდობო მისიებისა, იმ ნატოსი, რომლის წევრებიც არ ვართ და უკვე წლებია რომ ღია კარში, ორპირქარში ვდგავართ. პუტინის დარჩენილი ორი ამოცანიდან ეს ერთია. ნეიტრალური საქართველო, შორს ნატოსა და დასავლეთის ორბიტისგან. მეორე კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. წინასწარ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერით, ვაჭრობის გახსნით, საბაჟოების ამოქმედებითა და ყველანაირი სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობის დაწყებით. აი, ამ ყველაფერს არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულმა არმიამ. უნდა კონდეს ხელფასი, პირბინოს პოლიგონზე შიგადაში კისროლოს კიდეც ჭია გაახაროს, მაგრამ რუსთან ბრძოლის ბრძანება არ უნდა მიიღოს, არავისგან. ანწუხელიძის არმია უნდა დასრულდეს, როცა ეტყვიან ხუჯურიან დროშას კიდეც უნდა დააბიჯოს და ტანკის მუხლუხუთიც უნდა გადასხრიცოს. ბრძოლა და სამშობლოს დაცვა ჩვენი საქმე არაა. ხინკალი, ღვინო, პესნია, პლიასკა, ეგ კი ბატონო. და თუ ეს ასე არ არის, ამოატრიალეთ პარლამენტად წოდებული შაპიტოს სია და მაჩვენეთ ჩანაწერი. ამადგან ვის უმსახურია ქართულ არმიაში? ან ვითომ მთავრობის? კარგი, ერთ მარტივ კითხვაზე მაინც მიპასუხეთ. ივანაშვილის სამი ვაჟიშვილიდან რამდენს წმია სამხედრო ფორმა? ოფიცრობასა და სამხედრო კარიერას არ გულისხმობ ახლა საერთოდ. სკაუტი მაინც რომელი ყოფილა? პეინტბოლი რომ უთამაშია, კარგი. ესაა პასუხი ჩემს კითხვაზე, საით მიყავს ქართული არმია რუსს. რა ვიცი, ქართული არმიის შექმნის 35 წლის თავის მილოცვა მინდოდა ალალა და მგონი არ გამომივიდა. ან რა გასაკვირია, ქართული სახელმწიფოც მაინც და მაინც ვერ გამოგვივიდა. ჯერ. ამიტომ კიდევ ვცდით რუსის ჯინაზე და ნატო აქაურობას. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. क्या პრობლემაში გადაცემა და